რუსეთის პოლიტიკა კავკასიაში ყოველთვის იყო დაშალი და იბადა. ისინი თავს უჭერდნენ როგორც სომხეთს, ასევე აზერბაიჯანს ამ კონფლიქტში და მათი მთავარი ინტერესი იყო რაც შეიძლება დიდხანს ეს კონფლიქტი გაგრძელებულიყო. ჩვენ ვნახეთ, რომ ახლა აზერბაიჯანმა მოახერხა საკუთარი ეროვნული ინტერესების განხორციელება და ტერიტორიული მთლიანობა აღადგინა საკმაოდ მაღალ ფასად და ეხლა უკვე საუბარი არის კავკასიის, სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკის სრულ განახლებაზე. იმ შემთხვევაში თუ განიბლოკება სომხეთის და თურქეთის საზღვარი. იმ შემთხვევაში თუ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარის განბლოკვა ასევე მოხდება და ჩვენ ვიცით რომ ამ რუბიოს მხარდაჭერილი სამშვიდობო ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტი იქნება რა თქმა უნდა ზანგეზურის კორიდორი ან სუნიკის კორიდორი, რაც მინდა დავუძახოთ და ამ შემთხვევაში ეს ავტომატურად ნიშნავს რომ სამხრეთ კავკასიაში საქართველოს უნიკალური გეოპოლიტიკური როლი, როდესაც ჩვენ ვიყავით ერთადერთი სატრანზიტო დერეფანი იმ წუთასვე ჩამოიშლება, იმ წუთასვე გაქრება ეს კონკურენტული უპირატესობა, რომელიც ჩვენ გვქონდა, აღარ იარსებებს და კავკასიაში იქნება ორი დერეფანი, რომელიც ერთმანეთთან გარკვეულწილად კონკურენციაში შედგება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით საქართველოს კონკურენტული უპირატესობა უნდა გამხდარიყო ანაკენ სპორტი ერთი და მეორე დემოკრატიის შუქურობა, დასავლეთის მთავარი მოკავშირეობა, მაგრამ ქართულ ოცნებამ როგორც ანაკლის სპორტი, ასევე დასავლეთთან ურთიერთობები სრულიად გაანადგურა და გააცამყა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით სომხეთი და აზერბაიჯანი ახალ გეოპოლიტიკურ კონფიგურაციაში დასავლეთთან ახლოს იქნება, საქართველო კიდე დარჩება ჩეჩნეთის სამხრეთით მდებარე რუსეთის ვასალურ სახელმწიფოდ იმ შემთხვევაში თუ რა თქმა უნდა ქართული ოცნების მმართველობა და ეს საგარეო პოლიტიკა კარდინალურად არ შეიცვალა. ასე რომ მთავარი ჩვენი ამოცანა დღეს არის გავიაზროთ რამდენად პრობლემურ სიტუაციაში ვართ გრძელვადიან პერსპექტივაში რომ ის ეკონომიკური საწყისები და ჩვენი ეკონომიკის მთავარი საყრდენები ნელ-ნელა გვეცლება და თუ ქართული ოცნება გააგრძელებს ქვეყნის ასე მართვას, ჩვენ არც ბელარუსის და ჩეჩნეთის მაგალითები საკმაოდ ადეკვატური არის იმისთვის, რომ გავიაზროთ სად იქნება საქართველო უახლოეს პერიოდში.